მაღაროელთა გაფიცვის მესამე დღე ჭიათურაში. დღეს დილიდან მაღაროელებმა ისევ განაახლეს Georgian American Alloys-ის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია უცვლელი მოთხოვნებით. აქ არის მონური ცხოვრება არის ჭიათურაში. დაამონეს ჭიათურის მუშები. რასაც ქვია. არაფერი უფლებები ჩვენ არ ვაყავ. ხელფასები იკლებს და იკლებს უღარ. გაუარეს და ცხოვრება. ვითხოვთ ხელფასის მომატებას, პირობების გაუმჯობესებას და რაც საჭიროა. აქ არის ყველაფერი აბსოლუტურად თუ რამე ჭირდება მაღაროში მომუშავეს, არაფერი მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული. ანუ ყურადღებოთ არის ყველა აბსოლუტურად ვისაც ხედავთ აქ. დილიდანვე აქციის მონაწილეებს სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ ტანსაცმლის ბაზრობის მოვაჭრეები და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. არ არის გამორჩევა იმაში, რომ ვიყო მაღაროელის თანამშრომელი, ჩვენ ცხოვრობთ ამ ქალაქში, ვსუნთქავთ ისეთივე ტვერს და ნაგავს და ვსვავთ ისეთივე საწამლავს, როგორიც ოღონდ გაძლიერებულად მაღაროს თანამშრომლები. ჩვენი ქალაქის მოთხოვნა ყველა თითეულის, მე მიტომ მდგავარ აქ, რომ ყველა ნებისმიერ ადამიანს ტკივა ეს ტკივილი იმ დოზით, რა დოზითაც ტკივა ნებისმიერ მაღაროელს. იმისთვისაც ვართავთ აქციას, რომ ჩვენ მუშებს უფრო დაუფასდეთ შრომა და მართლაც ამათ აქ ძალიან რთული პირობები, მართლაც ძალიან მონური ხელფასი და ჩვენ გვინდა რომ დავეხმაროთ ამ ხელფასის საწევაში, პირობების გაუმჯობესებაში და გვინდა რომ საერთოდ ჭიათურა უფრო კარგი გახდეს. დღის მეორე ნახევარში საგაფიცვო კომიტეტმა Georgian American Alloys-ის გენერალური დირექტორის სახელზე მიმართვა მოამზადა და საკუთარი მოთხოვნები ჩამოაყალიბა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სიტუაციის განმუხტვის მიზნით კომპანიის მხრიდან უახლოეს 2 დღეში გამოიცეს ბრძანება დაკლებული ხელფასების ანაზღაურების შესახებ. გაფიცვის პერიოდში გაცდენილი დღეები ჩაითვალოს საპატიოდ და ანაზღაურდეს. პარალელურად გაგრძელდეს მოლაპარაკებები სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე. პირველი ეს დაკლებული ხელფასის დაუყოვნებლივ 2 დღეში ანაზღაურება კომპანიის მხრიდან. შემდგომში ეს გაფიცველი ხალხის ის დღეების რაოდენობით ყველას უნდა მიეცეს 100%-ით ხელფასი და უნაზღაურდეს გაცდენილი დღეები და ასე შემდეგ მათ სხვა დანარჩენი პუნქტებია ჩამოთვლილი, რომელიც უკვე პერიოდულად და პერმანენტულად არის განსახილველი ხალხთან ერთად. შევხვდებით კომპანიის წარმომადგენლებს და იქიდან გამოტანილი აზრით ხალხს გავაცნობთ ყველაფერს. მაღაროელთა პროფკავშირებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის დღის ბოლოს შეხვედრა შედგა. შეხვედრიდან გამოსულმა პროფკავშირის წევრებმა განაცხადეს, რომ კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა და აქციების გაგრძელებას ისევ აპირებენ. მიღწეული ვერ იქნა და ვერაფერი დადებითი ასე ვთქვათ ამ ეტაპზე ვერ გამოვიტანეთ. კომპანია აცხადებს, რომ უნდა აღსდგეს მუშა რეჟიმი და შემდეგ ყველაფერი გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში, მაგრამ მუშა რეჟიმის აღდგენა თუ რაღაც პირობები არ იქნა, ეს ალბათ ასე ვერ მოხერხდა. პროფკავშირებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანიის მხრიდან კომენტარი პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გააკეთა. მაკა კვერეცხელი აცხადებს, რომ გაფიცულთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება ვერ მოხდება. კომპანიას თქვენთვისაც ძალიან კარგად ცნობილია, აქვს პრინციპული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მაშინაც კი როდესაც გაფიცვის კვალიფიკაცია აქვს, გაცდენილი დღეები არ ანაზღაურდება. რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს, მოლაპარაკებები არის დაწყებული, როდესაც გეგმა ვერ სრულდება, ან ბუნებრივი, ან ფორს-მაჟორი პირობების გამო, ან კომპანიის ხელმძღვანელობისა და გამო, მაინც უნაზღაურდებათ 100%-ით, მაგრამ იქ სადაც იკვეთება თანამშრომლების დანაშაული, რის გამოც ვერ შესრულდა გეგმა, უნაზღაურდებათ იმდენი პროცენტით, რამდენი პროცენტითაც იქნა გეგმა შესრულებული. დღეს მთელი დღის მანძილზე პარალიზებული იყო მაღაროები, ქარხნები და მექანიკური სახელოსნო. გაფიცული მაღაროელები აქციების შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.